თქვენი საყვარელი საღებავი? ჩემი ყველა დროის საყვარელი საღებავი არის ამფიბოლინი. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სააბაზანო ოთახების შეღებვა, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ სააბაზანო ოთახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი ჩვენ სახლში, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გაგრძელება ჩვენი სახლის და რატომღაც ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა პრაქტიკა, რომ ის საერთოდ არ გავს ხოლმე სახლს და არის ცალკე რაღაცას უამოკაფელებული, რაც მე ძალიან არ მიყვარს, როდესაც აბაზანაც არის ნაფიქრი ოთახს გავს და შესაბამისად ძალიან ხშირად და 2015 წლიდან როცა დავიწყე ამ სფეროში აქტიურად ურთიერთობა ამ სფეროსთან, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მინდოდა კედლების შეღებვა, მოხატვა და რაღაცა ექსპერიმენტების ჩატარება. და მაშინ გავიცანი ამფიბოლინი და მას მერე მიყვარს, იმიტომ რომ არასდროს არ გაუცხრობია იმედი, ყოველთვის გამოიყურება ისე როგორც თავდაპირველად, წყალთან, რაღაცა სხვა ფერებთან, კაფელთან ურთიერთობა ყველაფერი მოკლედ შეუსანიშნავად გამოსდის და აქედან გამომდინარე, რადგან ფერების არჩევანი შეგვიძლია რომ გქონდეს მრავალფეროვანი, მით უმეტეს არაჩვეულებრივ საშუალო. აბაზანა ახსენეთ და მაინტერესებს თუ იცით კაფელის საღებავის შესახებ რაიმე, აი აქ გვიდოს ახლა და არსებობს რამოდენიმე ფერი, დაახლოებით 6 ფერი, რომელიც მეგობრებო გვაქვს კაპარულის ოფიციალურ სადილერო მაღაზიაში გლდანში, შეგიძლიათ მოვზანდეთ და შეიძინოთ. ანუ ეს როგორი რაღაცა, როცა დრო გადის, რაღაც პერიოდი 1 წელი, 5 წელი, 3 წელი, კაფელი ფერს იცვლის და უბრალოდ შეგიძლია მიხვდეთ და გადაღებო და განაახლა. თუ იცოდით ამის შესახებ რაიმე, ან რამდენად გამართლებულია დაუშვათ. ხშირად გამართლებული არის იმ კუთხით, როდესაც აი კაფელები რო არ ააძრო და უბრალოდ გაგებო. გვინდა რენოვაცია, ისე რომ ნაკლები ანგრევა მტრევა მოგვიწიოს, ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივი საშუალებაა, თან მას ვარდისფერიც აქვთ. რაც იმედს მაძლევს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ოდესმე პალიტრა ფერების. არაჩვეულებრივი საშუალებაა, რადგან ძალიან ხშირად ვერ ვახერხებთ ხოლმე დემონტაჟს, განსაკუთრებით ამ საბჭოთა ფილების, რომელიც არის ჩასიკვდილებული კედელში და არასდროს არ იხსნება, მშვენიერი საშუალება, რადგან ფორმა შენარჩუნებული ყოველთვის, სავარაუდოდ გაუძლებს ასევე დაშპაკულ კედელზეც ამ ამბავს და შეიძლება დაზიანებული ფილა გავასწოროთ, დავამუშაოთ და შემდეგ საღებავის თან რაც თავია წმინდადია, შეგიძლია გაწმინდოთ, იმიტომ რომ როცა სამზარეულოში დაუშვად აკეთებთ და შეიღებება, მე იქ რაღაცა კეთდება, ცხიმი ასე შემდეგ, ხო ჩვეულებრივ იწმინდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, ჩემი აზრით არის, რომ ამაზე არ ჭირდებათ მოხელე, ხელოსანი, ვინც გააკეთებს, უბრალოდ შეგიძლიათ წაიღოთ და თქვენ თვითონ შეღებოთ. მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ფაქტი. რაც უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს. რემონტის დროს უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში ის, რომ არ უნდა დაზოგონ თანხა იმაზე, რასაც მარტივად ვერ შევცვლით. ეს არის ელექტროობა, ეს არის მილები, რომელიც კედელში ჭდება, ეს არის შემრევები და ჩასაშენებელი მექანიზმები, რომელიც რაღაცის მიღმა უნდა დავტოვოთ და რა თქმა უნდა, ფილები, რომელიც შეიძლება იყოს ესეთი რთულად მერე შესაძლებელი და იატაკის საფარი და კიდევ რა შეიძლება, კიდევ გათბობა იატაკის, რომელსაც მერე უკვე დაგებულ კერამოგრანიტზე რთულია, რა თქმა უნდა, ყოველთვის აყრა, თავიდან იატაკის მოჭიმის გაკეთება და იატაკის გათბობაზეც თუ ოდესმე დაფიქრდებოდნენ, ჯობია რომ სანამ გააკეთებენ რემონტს, მანამდე იფიქრონ ამაზე. და რაც მესამეს ალბათ ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახლი, კარს რო ვაღებთ, იყოს ჩვენი სავიზიტო ბარათი. სახლი გვეუბნებოდეს ყველა დეტალი, ფერი, ფორმა, ფაქტურა, რაც დაგხვდება, საუბრობდეს ჩვენზე, ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, რა გვინდა ამ ცხოვრებაში ვთქვათ და იყოს ჩვენთვისაც შთამაგონებელი და სხვა ადამიანებისთვისაც, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი კარგად იყოს გამოხატული ჩვენ სივრცეებში. თქვენი კომპანია აკეთებს არქიტექტურას, რემონტს, დიზაინს. ჩემი კომპანია აკეთებს ყველაფერს თავიდან ბოლომდე, თავისი ავეჯით და ყველაფრით. ანუ უბრალოდ რომ მოვიდეს ადამიანი და გითხრათ, რომ თავარია სული გაიგოს. სული გამოთქვას, რომ აი მინდა სახლის რემონტი. კი ბატონო. ყველაფერს ან თუნდაც შენობა შედის. ანუ და თავიდან ბოლომდე ჩვეულებრივად გაკეთდება ჩაბარდება.
კი ბატონო, მე ძალიან მაგარია, ძალიან კარგი კომფორტია. კი ბატონო, მე ვისაც დრო არ აქვს, მithumetes 10 წლის განმავლობაში საუკეთესო გუნდი, რომელიც რაღაც ნახევარი სიტყვით ესმის ჩემი და შესაბამისად ძალიან მარტივია ჩემთვის ეს ამბავი, რომ პროფესიონალი ადამიანები მყავდეს გვერდით და შესაბამისად უფრო მეტი და მასშტაბური პროექტები ვაკეთო და აქედან გამომდინარე ამ რესურსს ძალიან ვუფრთხილდები და ვაკეთებ ყველაფერს, რაც წარმოუდგენიათ ან არ წარმოუდგენიათ ადამიანებს. მადლობას გიხდი მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ, მე მგონი საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვიყავით დღეს. მადლობას ვუხდი პეპის მომბრძანებისთვის. ჩვენ კი გელოდებით გლდანში კაპარულის ოფიციალურ სადილერო მაღაზიაში.